მასთან დაკავშირებით რომ თებერვლის თვეში იანვარში გახაჯული ენერგიის საფასური ძალიან გაზრდილი ოდენობით მოვიდა მოსახლეობას, მათ შორის მეც და რა რეაგირება მქონდა მე და რა გზები აქვთ მათ რომ დაიბრუნოთ მათთვის უკანონოდ დაიწყებული თანხა. მე მივმართეთ ხელხას და მოვითხოვე ჩემთვის გადმოეცათ ინფორმაცია, რომელ რიცხვში მოხდა რეალურად ჩვენების აღება. ვინაიდან ჩვენების დაფიქსირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხდება იმ დღეებზე გაყოფა გახაჯული ელექტროენერგიის, რამდენ დღეშიც მოხდა ამ ხარჯის აღრიცხვა, შემდეგ ეს მრავლდება 30 დღეზე და თუ ეს საშუალო 30 დღის ხარჯი არის 300 კილოვატზე მეტი, მაშინ მოსახლეობა იხდის მესამე საფეხურის ტარიფს, რომელიც შეადგენს 21 თეთრ-ნახევარს. თუ მოსახლეობა ჩაეტევა 101-დან 301 კილოვატის ჩათვლით, მაშინ ის იხდის 16.97 თეთრის ოდენობით თითოეულ გახაჯულ კილოვატზე, ხოლო თუ 101 კილოვატის ჩათვლით, მაშინ იხდის 12 თეთრს დაახლოებით. და როცა მოხდა დღეების გაზრდა ხელოვნურად და დოკუმენტში დაუფიქსირებლად, ამით მომხმარებელს რეალურად თავისი ხარჯის გაკონტროლების უფლება წაერთვა, გაეზარდა გახარჯვის დღეების რაოდენობა, ჩვენება გადაცდა იმ საფეხურს, რომელზეც მან ოჯახს ჰქონდა გათვლილი, რომელიც ჩატეულიყო და გადაეხადა შესაბამისი ტარიფით, ჩემ შემთხვევაში როცა უნდა ჩავტეულიყავი 290 კილოვატში 30 დღის განმავლობაში, მოვიდა ჩვენება 347 კილოვატი. როცა მივმართე მე სერვის ცენტრს, მათ გამიმართეს, რომ ეს ჩვენება ხომ რეალურია და თქვენ რა გაქვთ პრეტენზია? ჩვენ ხომ არ შეგვიცვლია მეცხველი ჩვენება, მეცხველი ხომ არ არის დაზიანებული? ჩემი პასუხი იყო ეს, რომ მართალია, ჩვენება არ არის შეცვლილი, რეალურია, მაგრამ ეს არის არა 31 დღის და 30 დღის ხარჯი, არამედ ეს არის 34 დღის ხარჯი. ვინაიდან თქვენ ჩვენება აიღეთ 28 დეკემბერს, გააფორმეთ ეს 31 დეკემბრის დილის თარიღით, ამით 3 დღის ხარჯი ჩაამატეს იანვრის ხარჯში და დღეების რაოდენობა არ გამოაჩინეს, ვინაიდან არ მომხდარიყო საშუალო დღიური ხარჯის გამოდვლა სწორად და ხელოვნურად გადასულიყავი მესამე ტარიფზე. ამიტომ მე მოვითხოვე, რომ თუ არ დამიბრუნებდნენ ისევ მეორე ტარიფში ჩემს ხარჯს და არ გადამახტევინებდნენ 21.5-ის ნაცვლად 16.97 მე ამას აუცილებლად გავასაჭიროებდი სასამართლოში, დავიცავდი ჩემ უფლებას ბოლომდე და გავაგებინებდი სხვა მოსახლეობის სხვა წარმომადგენლებსაც, რომ მათაც ვინც იგივე პრობლემის წინაშე დადგა, მიიღოთ იგივე ზომები. ანუ გაეკონტროლებინათ, როდის მოხდა ჩვენება, რამდენი დღის განმავლობაში იქნა ეს ხარჯი აღწერილი და იყო თუ არა მათი საშუალო 30 დღის ხარჯი 300 კილოვატზე ან 101 კილოვატზე მეტი. აი ეს იყო საფუძველი, რითაც შეძლო კომპანიამ რომ ხელოვნურად გაეზარდა ტარიფი და შესაბამისად გადასახადი. ამბობენ და მე ამას ვერ დავადასტურებ, რომ კიდევ სხვა მეთოდები არსებობს ტექნიკურად, რითაც მრიცხველზეც შეუძლიათ ზემოქმედება, მაგრამ ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მხარე მე არ მაქვს შესწავლილი და არ ვიცი, მაგრამ ამ გადათამაშებით ჩვენების აღებით უფრო ადრე, ანუ დღეების რაოდენობის გაზრდით და არ დაფიქსირებით ამისა დოკუმენტში, მოახერხეს ის, რომ ტარიფი გადაიყვანეს უფრო მაღალ საფეხურზე და გადაახდებინეს მოსახლეობას უფრო მაღალი ტარიფით გადასახადი.